თმის დამოკლება, ტანსაცმლის მომზადება. 4 წლიანი სტუდენტობის შემდეგ ასე სწავლის დასრულებისთვის ემზადებიან. ამაღლებულ განწყობაზე ვარ, თან მეშინია და ვნერვიულობ. დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე კურსდამთავრებულებს სპიკერები აიმედებენ. გახსოვდეთ, რომ არაფერი ღირებული ადვილად არ მოდის. იოცნებეთ დიდ ამბებზე. დემოკრატია ყვავის, როცა ჩვენ ყველანი ამას ვცდილობთ. ქვეყნის მასშტაბით სწავლა წელს 3 მილიონამდე სტუდენტმა დაასრულა. სტატისტიკური მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ საუკეთესო დასაქმების ბაზარი ელოდებათ. მაგრამ გეგმები ყველას არ აქვს. სამსახური არ მაქვს. ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ, მაგრამ იმედიანად ვარ. ალბათ პროფესიით არ ვიმუშავებ. კურსდამთავრებულების 90% ასეა. რთული ვითარებაა. ზოგიერთისთვის მათი მომავალი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. დენ კარი ლიბერტი კოლეჯში სწავლისას შეთავსებით დალაქად მუშაობდა. ახლა კი საოჯახო ბიზნეს იარაღის მაღაზიას დაუბრუნდება. საფონდო ბირჟაზე ცვლილებებია, დასაქმების მაჩვენებელი იზრდება, ამერიკული სულისკვეთება სუფევს. ზოგიერთი ამბობს, რომ მათი სტუდენტობისას ამერიკა შეიცვალა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, როგორც მუსლიმს ბევრი რამის მეშინია. ზოგიერთი კურსდამთავრებული მზადაა ისტორიულ ცვლილებებში ჩაერთოს. ტეხასის უნივერსიტეტის ლოზუნგია ის, რაც აქ იწყება სამყაროს ცვლის. ვფიქრობ, ბევრ ახალგაზრდას სჯერა ამ ცვლილებების. კოლეჯები ახალგაზრდებს ოპტიმიზმს და მიზანმიმართულობას მატებს. სწავლის დასრულებით მილიონობით ახალგაზრდა ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. Thank you. Fight on!